მოგესალმებით. მეგი მოგესალმებით ბათუმიდან. აი აჭარაში აინტერესებთ როგორც დანარჩენ სხვა საქართველოში უფრო აინტერესებთ სამუშაო ავტომობილი. კი ბატონო. რომელიც არის ტაქსისთვის, ხო? და დღეში რამდენი კაცი კითხულობს, ხო, ბლომად. ძალიან ბევრი მსურველია ამ ავტომობილების. ჩვენ გუშინ წუხელ შემოვიყვანეთ ახალი მოდელის ავტომობილები. ხონჩი ყველა მიცის. ტაქსისთვის უკეთესი მანქანა ჯერ ქარხანას არ გამოუშვია. ეს არის იმ ხონჩის ახალი მოდელი, რომელსაც ყველაფერი აქვს რამე თუ არსებობს. თავისი რუსული ენოვანი მენიუ, შავი სალონი, 100% ელექტრო და გაუმჯობესებული ყველაფერი და რაც მთავარია ეს მეგი ტაქსია. კი ბატონო. და უნდა იყოს უკან დიდი სალონი. ბაგაჟნიკი დიდი, ეს იცის თელმა საქართველოს, რომ ძალიან ბევრი ავტომობილი გაიყიდა და ამის სიმაღლეც ცოტა უფრო მეტია იმ პირველთან განსხვავებით. ამიტომ ეს ავტომობილები უკვე დიდი რაოდენობით ყავს 100% ელექტრო. აი ეს 100% ელექტროა, ხო? დიახ, 5-10 კილომეტრს გადის ერთი დამუხტვით. ეს არის BYD, რომელიც გადის 5-10 კილომეტრს. 5-10 კილომეტრს და ესეც ყავს დიდი რაოდენობით. ამ ავტომობილებს ყველას აქვს გარანტია. პრობლემა რა არის საქართველოში? არის სერვიზი. ჩინეთმა გამოუშვა ისეთი ავტომობილები, არც კი დაესიზმრება იაპონელებს და არც კი დაესიზმრება ევროპელებს. ისეთი ავტომობილები გამოუშვა. ჩვენ ჯერ ეს საქართველოში კიდე არ გვინახია, მაგრამ ჩვენ ახლა ერთ თვეში, ორ თვეში, სამ თვეში ისეთი ავტომობილები შემოვა საქართველოში, რომ უკვე ჩაანაცვლა, ხო ხედავ, ევროპული და იაპონური ავტომობილები უკვე ჩაანაცვლა, ხო? აი როგორ ჩაანაცვლა. სურვილის თანდათან იზრდება და აქედან გამომდინარე ვხვდებით. და ახლა ჩვენ განახებთ ახალ მოდელს. კი ბატონო. საუკეთესოს ქალებისთვის და მოდი ვაჩვენოთ ახალი ავტომობილი. მოგზანდით. აი ახალი ვარიანტი გვაქვს. ეს ახლა დღეს საქართველოში ქალბატონისთვის. კი. უკეთესი ავტომობილი არ არსებობს. ამან ჩაანაცვლა კიდევ ძალიან ბევრი ავტომობილი, ხო? კი ბატონო, გეთანხმებით, ძალიან ლამაზი ექსტერიერით და ინტერიერით. სალონის ფერი იმდენად მომხიბვლელია, რა არ მგონია ვინმეს გული რომ არ მოიგოს. აი შეხედეთ, პროსტა, ძალიან ლამაზია. აი შეხედეთ, აჩვენეთ